ხო? ევროკავშირი ეს ქვეყნები, რომელიც და ის პოლიტიკოსები, რომელიც ფარველობდნენ მიხეილ სააკაშვილს, ქართული ხალხის წინაშე არიან ვალში. იმიტომ რომ მათ დაუშვეს ის რომ ფარველობდნენ დამნაშავეს და დააყენეს რისკის წინაშე. ევროპარლამენტარები მოუწოდებდნენ მას, როდესაც დაანონსა საქართველოში ჩამოსვლა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, რომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება და არ ჩამოსულა. ამაზეც ვიტყვი კიდევ ერთხელ ვალში არიან, იმიტომ რომ მათ რისკის წინაშე დააყენეს ქართული ხალხის უსაფრთხოება. და ვფიქრობ ეს ვალი მათ გადასახდელი აქვს და გადასახდელია მათ შორის იმით, რომ გადმოსცენ საქართველოს დავით კეზარაშვილი, გადმოსცენ საქართველოს ზურაბადეიშვილი, რომელიც ასევე თავსაფარებს დღესდღეობით უკრაინას და ეს ასე ვთქვათ არის ცინიზმი, რომ დღეს უკრაინაში მას მიბარებული აქვს სამართლებრივი და სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხები და ის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სტრასბურგში ჩვენ ერთეულჯერ ვნახეთ მედიის საშუალებითაც, რომ ის ევროსაბჭოს სტრუქტურებში გადაადგილდება. და ამიტომ ეს ვალი დასაბრუნებელი აქვს ევროპას ქართული ხალხისთვის და ამ ვალის დაბრუნება შეიძლება იმით, რომ გადმოსცენ საქართველოს მართლმსაჯულებას ის დამნაშავეები, რომლებმაც აქ ააწყოს გულაგების, ადამიანების ჩაგვრის, ადამიანების წამების სისტემა და წამებლები, როდესაც ევროკავშირში თავისუფლად გადაადგებენ, ეს რა თქმა უნდა თავად ევროკავშირის დისკრედიტაციაა. რაც შეეხება ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებას რას ეუბნებოდა, ასე არავინ არ იცის, ვინ მის რას ეუბნებოდა დახურულ კარს მიღმა. ერთი რამე ვიცით დაზუსტებით, მათ შორის ზოგიერთი ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილის შემოპარვამდე 2 დღით ადრე მასთან ერთად მართავდა კონფერენციებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან საქართველოს თემებზე და საჯაროდ დებდა ფოტოებს მასთან ერთად გადაღებულს და 2 დღეში ის აღმოჩნდა კონტეინერით საქართველოში. აი ასეთ ხალხთან გვაქვს საუბარი და ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს ადამიანების სინამდვილეში აღმოჩნდნენ, რომ არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები, დავით კეზერაშვილის მეგობრები, ზურაბადეიშვილის მეგობრები და არა ქართული ხალხის მეგობრები.